ჩემი აზრით ორივე სისაღიზიანებს რომ არის ტრაფარეტულობა და გამოხატულება იმისა, რაც არ არის, ანუ რაღაცის დამახინჯებული გადმოტანა არის. მაგალითად, ჩემი აზრით ოჯახის სიწმინდის დღეს აქციით და შეკრებით აი ესე დემონსტრაციულად დაცვა არ სჭირდება, ოჯახის სიწმინდე უნდა დაიცვა ყოველ დღე შენი ქცევით და დამოკიდებულებით შენ ოჯახის წევრების მიმართ და ზოგადად ოჯახის არსი უნდა გაიგო, რატო ქმნი ოჯახს და იმ ოჯახში სხვა წევრებიც ადამიანები არიან და ნორმალურად უნდა მოექცე და აი ამით შეძლება ოჯახის სიწმინდის დაცვას და ოჯახის სიწმინდე რო დაცულია და წესიერ ოჯახები რო არის ქვეყანაში, იმ ქვეყანას ეტყობა, იმიტომ რომ იქ ადამიანობაც მეტი არის. მეორე მხრივ ჰომოფობიასთან ბრძოლაც აქციით უაზრობაა, იმიტომ რომ თუ არსებობს საზოგადოებაში ისეთი კონსტრუქციული აზროვნება, რომ ჰომოფობები ვართ, ამას აქციით და აგრესიით ვერ გამოასწორებ და ვერ შეცვლი, ამასაც სჭირდება ლაპარაკი, მიმღებლობა და ურთიერთობა, სიყვარული სჭირდება. ვერც ამას ვერ მიაღწევ აქციით და მით უმეტეს იმის აღიარებაც საჭირო არის, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ნორმა და გადახრა არის ადამიანის ნორმალური მდგომარეობიდან და ეს თუ მოხდება და ამას გავიაზრებთ და მერე დავიწყებთ ერთმანეთის მიღებას, აქაც აღარ გაჩნდება პრობლემა და არც ამაზე აი აქციების გამართ რომ მიგვიღეთ, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოს წინაშე თანასწორები ვართ ყველა ადამიანი, თუ ვინმეს რამე აწუხებს, არის სოციალური ნორმები, რომელიც აქციით არ გადაიჭრება და ესეთი ყვირილით. და ორივე ერთი დონის პრობლემა მაგიტო პირისპირდებიან ერთმანეთს, რომ ანუ იმას თავისი ხარვეზები აქვს ორივეს შინაარსობრივი. ორივე ითხოვს იმის დაცვას და იმის შენარჩუნებას, რაც ან დასაცველი არ არის და შესანარჩუნებელი, ან სხვანაირად უნდა დაიცვა და შეინარჩუნო. ზოგადად განსხვავებული ადამიანების მიმართ ძალიან ხისტები ვართ და ეს ნამდვილად მოსარბილებელი არის ჩვენში და ჩემით დაწყებული. ჩემს ხისტესაც ხედავ, ანუ არ არის აუცილებელი რომ ყველა ხვდებით რომ რაღაცებს ვაშავებთ, არასწორს ვაკეთებთ გადახრებს, მაგრამ უნდა მივცეთ საშუალება ერთმანეთს, რომ რაღაცნაირად ამოვასუნთქოთ და არ ჩავაჭიროთ ამ ჭირობებზე პირდაპირ თითი. აი მაგ შემთხვევაში მოხდება მე ნელ-ნელა დალაგება, თორე ჩვენ ქვეყანას ეტყობა. ჩვენ ქვეყანას ისიც ეტყობა, რომ ურა პატრიოტები ვართ, ურა ქრისტიანები ვართ და ადამიანობის ნაკლებობა ზოგადად გვეტყობა. ხშირად შეხვდებით მაგალითად მე პირადად სხვაზე რო არავისი არ თქვა, ზოგჯერ ისე გულქვა გავხდები ხოლმე, რომ რა ვიცი, მეცინება და მე მithumetes ესეთი ჩემნაირი ხასიათის ადამიანი ერთად ბევრი თუ შეიკრიბა, ის უკვე საშინელება არის. როცა რაღაცა მძაფრად გინდა წესების დაცვა და რეალურ მდგომარეობებს ადამიანებისას არ ითვალისწინებ. ეს არ შეიძლება ვერანაირად ვერსად ვერ წავალთ, უარესისკენ წავალთ, ეს ოჯახშიც ესე ვიქცევით სინამდვილეში და მაგიტო არის დაუნდობლები ვართ ოჯახში. ერთმანეთს არ ვინდობთ, გვინდა რომ ჩვენი გავიტანოთ, არ ვაცდით ერთმანეთს ცხოვრებას ოჯახის წევრები და შესაბამისად მერე გადმოდის ეს სოციუმში და ზუსტად აი მაგის გამოხატულება ესეთი სიტუაცია და დაპირისპირება. არ ვიცი ესეთი საკითხები ზოგადად თქოდეს მეგვარდება, ალბათ მუდმივად არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი სირბილე გვჭირდება და ასევე გონების სიცხადე და განშისუნარი, რომ რაღაცა ერთად ამ ორმა სინთეზმა რაღაცა კარგი შედეგი გამოიღოს.